მოგესალმებით. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით შემუშავდა საგანგებო რეზოლუციის პროექტი საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის გამოყენებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხის მხარდასაჭერად ევროპარლამენტის მხრიდან. პროექტში ხაზგასმულია სამივე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობა და გაწევრების პროცესის დროულად წარმართვის, მათ შორის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობა. ასევე დაგმობილია რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში, საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და გამოხატავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას. აღნიშნულ ინიციატივას საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელ ხტომაზე განსახილველად წარდგენისათვის პროცედურის თანახმად ესაჭიროებოდა საპარლამენტო დელეგაციებიდან, დღეს რომ წარდგენილიყო გუშინ, კიდევ უფრო ზუსტად, საპარლამენტო დელეგაციებიდან 10 დეპუტატის ხელმოწერა. ინიციატივას მხარი დაუჭირა მოლდოვას დელეგაციის 3 დეპუტატმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ბრიუსელში, უკრაინის დელეგაციის მხრიდან გამოხატული თავდაპირველი მხარდაჭერის მიუხედავად უკრაინელმა დეპუტატებმა უარი თქვეს რეზოლუციის თანასპონსორობაზე და პროექტის წარსადგენელ ხელმოწერაზე. ქართულ დელეგაციაში ქართული ოცნების 5 დეპუტატის გარდა იყვნენ ნაცმოძრაობის და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც 4 წარმომადგენელი გახლდათ. მათ არაერთხელ ეთხოვათ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიციირების მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეზოლუციის პროექტის ინიციირებას ხელი არ მოაწერეს. შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს დელეგაციაში წარმოდგენილი ქართული ოცნების 5 დეპუტატის და მოლდოვას დელეგაციის 3 დეპუტატის გამოხატული მხარდაჭერა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას განეხილა და მიიღო რეზოლუცია, რომელიც საგანგებოდ მიეძღვნებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა საერთაშორისო პარტნიორებისათვის გვეჩვენებინა ევროკავშირში გაწევრების საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით, მიუხედავად ჩვენი ასეთი დაპირისპირებისა. რაც როგორც ჩანს, ქართული რადიკალური ოპოზიციის მიზნებში არ ჩნდება და ეს როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს. მე როგორც ვიცი, მათ გარკვეული თავის მართლების ეპიზოდები უკვე ჰქონდათ. ისინი ამბობენ, რომ არ იცოდნენ, ვერ გაიგეს, რაღაც უნდა ჩაეწერათ თუ არ უნდა ჩაეწერათ. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ მთლიანი ტექსტი, რაც თავიდან ბოლომდე არის დეკლარირება, თავმოყრა იმ ნარატივისა, რაც არის ყველაზე პროევროპული. იქ იყო საუბარი ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ევროსტრუქტურებს თავის ოფიციალურ ეგრეთ წოდებულ ვორდინგში შეეტანათ სიტყვა ოკუპაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ასე შემდეგ და გამოხატავდა რეზოლუცია სამივე ქვეყნის გაწევრების შესახებ ურყევ ნებას და მხარდაჭერას. და პარადოქსი მართლაც იმაში მდგომარეობს, რომ 2 დეპუტატის ხელმოწერა, 4 ოპოზიციონერი იყო, 2 დეპუტატის ხელმოწერაც კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ეს რეზოლუცია დაინიცირებულიყო, რაც არ მოხდა მათი უარის გამო. გადახვევას გავაკეთებ ძალიან მცირეს და ყოველგვარი ნიშნის მოგებით და ირონიის გარეშე. მართლაც ყოველგვარი ირონიის და ნიშნის მოგების გარეშე. გვითხრან მაინც, რას ავალებენ, ვინ ავალებს, რა პატრონები ყავთ, ასეთი რომ ვერ ბედავენ. ფეხის გადადგმას, ერთი სიტყვისმას და ერთ ხელმოწერას ასეთ პროაქტიულ ევროპულ რეზოლუციებზეც კი და მივეხმარებით იმაში, რომ თავი დაიხსნან მათი დავალებების მიღებისგან. წარმოიდგინეთ, 4 დეპუტატიდან 2-მაც კი ვერ გაბედა იმ რეზოლუციაზე ხელმოწერა, რომელზეც ვერ იტყვიან ვერც ერთ სიტყვას
რატომ არ მოაწერეს ხელი? ხა 1000 თავის მართლებას მოიფიქრებენ, ან არ ვიცოდით, ან რაღაც როგორ თქვი, მაგრამ დარიგებულ ტექსტია საუბარი. საუბარია დარიგებულ ტექსტზე, რომელზეც ასევე დამატებით პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან მაკაბოჭორისთვის და მათ ვერ გაბედეს ხელმოწერა და რაც ძალიან სამწუხაროა უკრაინელებმაც ხელი არ მოაწერეს იმ რეზოლუციაზე და საქართველოს გარდა თავად უკრაინელზეც იყო საუბარი. უკრაინასთან დაკავშირებით დელეგაციის თავმჯდომარეობაზე მდგომარეობდა, რომ საქართველოს სანქციების გვერდის ალვაში ეხმარება რუსეთს. თუმცა ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ჩვენი ხარჯები. კი ბატონო, ანუ უკრაინელებმა კვლავ ტყუილი გამოიყენეს არგუმენტად, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მხარდასაჭერი ევროინტეგრაციის გზაზე მხარდასაჭერი რეზოლუციისთვის ხარი არ დაეჭირა. წარმოიდგინეთ, რა უხერხო მდგომარეობაში იგდებენ თავს, რომ არ არსებობს მსოფლიოში მტკიცებულება იმისა, რომ ერთი ფაქტიც კი მცდელობა იყო, რომ საქართველო თავის არიდებისათვის გამოყენებული იყო, საქართველოს მცდელობაზეა საუბარი. ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად ამ საკითხებზე მუშაობს, სპეციალურად თქვა, რომ არც ერთი ასეთი არც მტკიცებულება და ფაქტი არ დასტურდება, მაგრამ უკრაინელების არგუმენტი აღმოჩნდა ის, რომ მაინც ეს ტყუილი უნდა გამოვიყენოთ იმის არგუმენტად, რომ საკუთარი ქვეყნის ევროინტეგრაციის აქტზე, რეზოლუციაზე ხელს არ ვაწევთ. მე მასწავლებს რა აუცილებლია რეზოლუცია ყოფილი ჩვენი ქვეყნის მხრიდან მოლაპარაკებები გაიხსნას, თუმცა მე მაინტერესებს აი იშვიათად მახსენდება ჩვენი მხრიდან, ქართული ოცნების მხრიდან დაინიცირებული ესეთი რეზოლუციის ტექსტი, მე ვიხსენებ, რომ ვთქვათ რა აუცილებლობა იყო ახლა, ან რა პოლიტიკური გარემოებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ახლა უნდა შექმნილიყო ეს ტექსტი. ახლა და გუშინ და ხვალდას ისი მოტივაცია? ევროკავშირის გაწევრების მოტივაცია? რეზოლუციის საჭიროება რამდენად იყო ხშირად? ამბობდით ხოლმე, რომ აი არ არის საჭირო რაღაც რეზოლუციები ისედაც გვაქვს პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია. უშუალოდ ამ რეზოლუციის განსაკუთრებული საჭიროება რაიმე ახლა არ შექმნა, აი ამაზე რომ მიპასუხოთ და ეს მაინტერესებს ხო? კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ხო? პირველი მეკითხება, რა საჭიროება იყო ასეთ რეზოლუციას? ხო? ბოდიში ფორმულამ დაეხმარება. ბოდიში ახლავე. თან ბოლოს რა დაინიცირეთ? ახლავე ერთი წუთი ბოლოს ეს ამას ვაინიცირებდით და ხელი არ მოაწერეს თქვენებიდან. ნახეთ, მოკლედ, აქამდე არ მახსოვს, მე გამახსენდება, უკვე ძალიან უხერხო მდგომარეობაში იგდებ თავს ამ კითხვით, უკაცრავად რომ ამას შეგნიშნავთ, უკაცრავად დამთავრებინეთ, ახლა მოიწვიეთ ჩემი პასუხი. ჩვენ მივიღეთ რამდენიმე თვის წინ კანდიდატის სტატუსი აბსოლუტურად დამსახურებულად. ჩვენ ახლა ვასრულებთ 9 დათქმას, რომლის წინააღმდეგაც როგორი საბოტაჟური ბრძოლა მიდის, ხედავთ ძალიან კარგად. ჩვენ გვჭირდება დეკლარირებული ხასიათის განცხადებები, რეზოლუციები, პოზიციები მასთან დაკავშირებით, რამდენად მყარია ჩვენი ნება ევროკავშირში გაწევრების შესახებ. მათ შორის არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ტესტი უნდა იყოს, დიახ, ვადასტურებთ. დემოკრატიული არჩევნები, რომელიც შემდეგ ეტაპზე გადაგვიყვანს ამ არჩევნების შემდეგ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ვიზრუნოთ, რაც შეიძლება მალე გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთვის და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის დეკლარირების სურვილს წინააღმდეგად თქვენი პარტია. შესაბამისად, ჩვენ ოპოზიციის ბოდიში, ყველა მათგანში ეგრეთ წოდებული ამენდმენტების ჩამატების მცდელობა იყო სააკაშვილზე და 1000 გვარ მავნებლობაზე, რაც დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისათვის. როგორც ჩანს, აქ რომ სააკაშვილზე მავნებლური ჩანამატები ვერ იპოვნეს, ერთ-ერთი მიზეზი მათი ან მათი პატრონების გადაწყვეტილების, რომ აი ამ რეზოლუციისთვისაც კი ხელი არ მოეწერა, შეიძლება ესეც იყო. ისინი ყოველთვის ცდილობენ საქართველოს დამაზიანებელი მესიჯები ჩადონ და დეკლარირებულად თვითონ პროევროპელობა იქადაგონ რეზოლუციები და რაც აბსოლუტური თვალთმაქცობაა. როდესაც აბსოლუტურად არ მოვაწერთ არასდროს არ მოვაწერთ მათ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით ინიცირებების ხელი, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის შეიცავენ რისკებს. ამენდმენტების სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს შავხრელობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. და ყოველთვის ხდება საბოტაჟი. დეკლარირება ერთის და საბოტაჟის გზით საქართველოს დაზიანება. აქედან გამომდინარე,
აქედან გამომდინარე ვთხოვთ ყველა პარტნიორს დაინტერესდნენ ასეთი საკითხებით. როდესაც სააკაშვილი და საქართველოსთვის გამაზიანებელი საკითხები დღის წესრიგში არ დგას და რეზოლუციებში არ წერია და როდესაც საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის მხარდასაჭერი ტერმინებია, საკითხებია, დეკლარირებებია რუსეთის საწინააღმდეგო, იქ ოკუპაციაზეც იყო საუბარი, მის აგრესიაზეც, მის აგრესიულ ომზეც და უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ მავნებლურ მოქმედებებზე და იმ ღია ომზე და დაპირისპირებაზე, რაც რუსეთის მხრიდან წარმოებს, ამაზე რატომ არ აწერინებენ ხელს ვიღაცეები, თუ ვინმე ადრესატი არის გამოგვეხმაუროს? შესაბამისად ამისა ჩვენ ველოდებით. ხატია, თქვენ გინდათ რომ თქვენ რაც გაინტერესებთ უკვე ისიც და TV პირველი ახლა იბრძვის, ხაზარაძის თაღლითური პარტია ამ წუთას თქვენი არა, თქვენ ხართ ხაზარაძის ტელევიზიის ჟურნალისტი. დიახ. კარგი. დავამთავრებ. უკვე გიპასუხეთ. როდის არ უნდა უპასუხო რა? არ უნდა იფიქროს ხა. ფორმულა რომ მეორე ხმას აძლევს და TV პირველი გაგულისებულ რაღაცას მეკითხება, აუცილებლად უნდა გავცეთოს. ყოველთვის ჩვენ თქვით, უკვე გიპასუხეთ და მეორედ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ხაზარაძის მავნებლობა საზღვარს გადადის. ამ წუთას თქვენი კითხვის ჩემი აზრით ხაზარაძე მეკითხება, როცა თქვენ საუბრობთ და შემიძლია ასე გავიგე, შეიძლება ვწდები, მაგრამ მოდი საზოგადოებამ განსაჯოს. TV პირველი ჟურნალისტი რომ მეკითხება, მგონია რომ ხაზარაძე მეკითხება და ვწდები თუ არა საზოგადოებამ განსაჯოს. არა, მე ვსაუბრობ, კაცო. არა, თუ შეიძლება რა. თუ შეიძლება. გავიგე, მე ასე მგონია და მე პოლიტიკოსი ვარ და მე ასე უნდა ვისაუბრო. თქვენი სახით მე მეკითხება ხაზარაძე და მისი თაღლითურ მავნებლური კლანი. ბოდიში, კაცო, რატო არ უნდა უპასუხო, არ მესმის. ბოდიში. შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ საზოგადოებამ გადაწყვიტოს. როდესაც TV პირველი მელაპარაკება ხაზარაძე. თუ ვწდები უკაცრავად. იფიქრეთ რაც გნებავთ. კარგი. რაც გნებავთ. თქვენ უკვე თქვით რომ ბიძინა ივანიშვილი გელაპარაკება და ტანები დადიან და თავი ბიძინა ივანიშვილის არისო. ეს გიკადრებიათ უკვე, თქვენმა კოლეგამ იკადრა და რა გავაკეთო ხა. ხაზარაძის პარტია ტელევიზია მიკადრა უკვე. კარგი. ახლა რა შეიძლება თქვენს კითხვას? დამამთავრებინეთ თუ შეიძლება. კიდევ ერთხელ პასუხობთ. იმიტომ არ ვეთანხმებით არც ერთ საერთაშორისო ინიციატივას მათსას, რომ არსებობს ყოველთვის რისკი პროვოკაციის. ყოველთვის რისკი იმისა, რომ იქ ჩამატება სააკაშვილთან და სხვა საბოტაჟურ თემებთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება ხოლმე. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ერთი რეზოლუცია რომ არ დადონ ესეთი კარგი სიტყვები და მეორე რეზოლუციაში ის მავნებლობა, რასაც თქვენი ტელევიზიები და თქვენი პარტიები აკეთებენ, არ ჩაამატონ. ამიტომ ყველაზე ვთქვით, რომ ჩვენ უარს ვამბობთ მათ მხარდაჭერაზე საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში, საერთაშორისო თემებში, რომ ყოველთვის ეს საკითხები მოიცავს პროვოკაციებს. განსხვავებით იმ რეზოლუციისა, რომელსაც მაკა ბოჭორიშვილი და ქართული დელეგაცია აინიცირებდა და რომელსაც ხელი არ მოაწერეს. მათ ვერ დაასახელებენ ვერასდროს ვერც ერთ საბოტაჟურ ჩანართს. ჩვენ დავასახელებთ უამრავს, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციებსაც კი, სადაც სააკაშვილზე იყო ის მავნებლური საუბარი, რომელიც საქართველოს აზიანებდა. შესაბამისად ეს არის პასუხი იმაზე, რასაც თქვენ მეკითხებით. განცხადებასთან დაკავშირებით გაგითხოთ, რომელმაც ისაუბრა ამერიკული და ევროპული ფინანსები და ფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭირვალობასთან დაკავშირებით, რაში იხარჯება ეს თანხა და რა ხმარდება ქვეყანას? ძალიან მოკლედ რომ გიპასუხოთ, არავინ იცის რაში იხარჯება ეს თანხა. ერთი წელია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. შარშან ამერიკული კანონი რომ გაარუსულეს, ამის მცდელობა იყო ძლავრი ყოველ შემთხვევაში, იმ ამერიკული კანონის მიზანი გახდათ ის, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ფინანსები. ხო ასეა? მათ თქვენს რომ ისედაც გამჭვირვალეა. ახლა თავს რომ გამოიდებენ ხოლმე აქ თქვენი კოლეგები, რომელიმე ვინმე მიპასუხოს, მაგალითად, რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოსული გადამხდელის ფული, კონკრეტულად პროექტები, მაგალითად მე დავასახელებ კარგ მიმართულებას, სოფლის მეურნეობა, ტრენინგები, დემოკრატიის განვითარება, მაგრამ როდესაც მიდის მაგალითად საარჩევნო მიზნებისათვის რომ ქვია, უმცირესობის მიზნებისათვის ვილამოსავალში, იციან მათ ზუსტად რომ ეს დაიხარჯა უმცირესობის ფილსუფლებებზე? თუ ის ინფორმაციაა მართალი რომ ეს ფული დაიხარჯა, ამერიკელი გადამხდელის ფული დაიხარჯა LGBT პროპაგანდის მხარეს,
რომ როცა ჩვენ კანონს დავწერთ და ამ კვირაში ეს კანონი დაიწერება უკვე, მზად იქნება ამის წინააღმდეგ როგორ იმოქმედოთ. თქვენი ზუსტად იცით 100-ია თუ ისია? არ ვიცით, ხო? შესაბამისად, 1 წელია ისინი გვატყუებენ ჩვენი NGO სექტორის ძირითადი ნაწილი გვატყუებს, რომ გამჭვირვალეა სინამდვილეში არ ვიცით რამდენი მილიონი სად და როგორ იხარჯება. არც დოლარი, არც რუბლი და არც ხოთაშორის ტაივანური და სხვა ვალუტები. ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ბოდიში და შემდეგ ვქენ. მედიის ადვოკატების კოალიცია მონიტორინგის ძალიან სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების საერთაშორისო განყოფილება საია მას გაუჭირეს მხარი ამ ფილმს და სოლიდარობა გამოცხადეს გეორგიის პატრონების თავმჯდომარეს საერთაშორისო პაპუჩი ამბობს რომ დაიდო შვეიცარიელის ექსპერტების რომელშიც სულს გამოცემულობა არის და ჟურნალისტური გამოძიება სულს ხასავს. შეიძლება იცოდეს ეს ინფორმაცია, რომელიც შალობაში ის დიზინფორმაცია და რატომ შეიძლება ეს სამსახურებო ორგანიზაციები ხარჯებენ? მოდი საკითხი ასე დავაყენოთ, რომ რეალობაში გაერკვეს ის ადამიანი, ვინც მოისმენს ნებისმიერ. ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს ფილმი, რომელიც რაღაცას ამბობს, მეორე მხრივ გვაქვს კვალიფიციური ექსპერტების, სოფლიოში ცნობილი და აღიარებული ექსპერტების დასკვნა. ფილმის დასკვნა და ექსპერტების დასკვნა აბსოლუტურად ასწენლია ერთმანეთს. ან ერთია თხული, ან მეორე. ჩვენ ახლა რომელი ვივარაუდოთ? რა ქვია, გელამ თივლიშვილის ფილმის დასკვნა მართალი თუ სოფლიოში აღიარებული და კომპეტენტური ექსპერტების დასკვნა მართალი თუ თხული? რომელი, ხო? მე მაგალითად ასე გადავწყვეტი, რომ სოფლიოში ცნობილი და აღიარებული ექსპერტების დასკვნა მართალი, შესაბამისად თივლიშვილის ფილმია თუ რაც არის დოკუმენტური რაღაც სიუჟეტი არის თხული. და სამწუხაროდ ეს თხუილი დაჯილდოვდა, დაფინანსდა, დიდი ფული დაიხარჯა მაშინ, როგორც ჩანს. და ეს დაფინანსებაც ანუ გამოვიდა რომ თხულში წავიდა. ანუ რომელიღაცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის გადამხდების ფული წავიდა ხალხის მოტყუებაში. აგერ ერთი მტკიცებულება დაიდო. მათ შორის ასევე პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ძალიან კვალიფიციური ექსპერტები ამბობენ რომ ეს რაც თქვა თივლიშვილმა თავის ამ თხუილ ფილმში აბსოლუტური სიცრუეა და მათი დასკვნა ამხელს ამ სიცრუეს. აი ეს მოცემულობა გვაქვს საერთოდ ჯამს. ბოდიში, შემდეგ და ბოდიში. ზანიც. ამერიკის საელჩოს თანამშრომელი გიორგი ბურჯანაძე მოითხოვს ბეთინგის სისტემის შემოღებას და ვინ მოითხოვს? გიორგი ბურჯანაძე. ყოფილი სინდისიერების შემოწმების იხოცა. პირველმა შემახსენა რომ ის არის ყოფილი სახალხო დამცველის მოადგილე, დიდი მადლობა შეხსენებისთვის. მე ასევე გამახსენდა რომ ის არის ადამიანი რომელიც საფეხზე დგომას გთხოვდა და ზუსტად ორ ფეხზე რომ დავდექი და მყარად ამიტომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ამიტომ მიდის ქვეყანა წინ. დავამთავრეთ ვედინგზე ლაპარაკი, ქვეყნის გარედან ქვეყანა არ იმართება. მოკლედ და თავმოყვარე პრინციპია. საფეხზე ქვეყანა არასდროს დადგება. ჩვენ ორ ფეხზე მყარად გავაგზავნებთ რეფორმების ჩატარებას. ამბიციებს ამაზე უშნებს და ის მოკითხვა მას პრემიერს. ეს ამბიციების ხარისხი როგორ ვაფასო ცოტა უხერხო მდგომარეობაში ვარ. ნიკა გვარამიას ამბიციის ხარისხი იმდენად დიდი და განუზომელია რომ ჩემი შეფასება შეიძლება ვერ შეწყვეს ამ ხარისხს და ამიტომ შევიკავებ თავს. ეს ხო იმხელა პოლიტიკოსია, იმხელა ბექგრაუნდი ისეთი სულთა წარსულით, რომ მისი ამბიციები შესატყვისობაში ამაში როგორც ამ ყველაფერთან როგორ ჩანს და მას უნდა ქონდეს ამბიცია. ის არის ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სულთა წარსულით, სულთა ბექგრაუნდით და მას უნდა ქონდეს ამბიციები როგორ ჩანს. ამას მე ნახევრად ხუმრობი და ირონიული იმიტომ ამბობ, რომ აქედან ყველაფერი აცელი ხდება ბოდიში. აი ხლა ვეკითხოთ რა. რა ოპოზიცია ყავს ისე ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მათი მხრიდან რელევანტური იქნება აბსოლუტურად. მაგრამ ამ ორი შეწყალებული კრიმინალის ერთობა რას იზავს? ამაზე მარტივი დასკვნა შეიძლება გამოიტანოს. მეორე ორი შეწყალებული თუ საწყალი რა ვიცი სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადავახავს.
არ იყავით რიგში, თქვენ უკვე დასვით 50 კითხვა. ერთი ბოდიში ეცადეთ. უკვე ჩემი აზრით ძალიან ცუდად იქცევით და ბოდიში რო შეგნიშნავთ. მე რომ აწყვეტინებთ ეს ხო კარგი, მაგრამ თქვენ კოლეგას რომ არ აცით, ეს კიდევ უარესია ჟურნალისტურ ეთიკაში. დიახ. სააკაშვილი ამოხსენეთ რამეს და ახალგაზრდების არა TV შეესწრება გადაუხდიანი ბარიერი. ნუ აქ საუბარი აქვს ორინიკას პარტიაზე, თუმცა ასევე საუბრობს, რომ ერთობა არის მნიშვნელოვანი და თუ იმ შემთხვევაში ნაცების გადასხმა ვერავინ გადალახავს ამ პარტიაში მთავრობაზე როგორ ანატატატა საუბრობენ და როგორ წარმოუდგენიათ პოლიტიკური მთავრობის შექმნა თუ ნაციონალურებისა და ვერავინ გადალახავს ამ პარტიას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ახსენებენ კოალიციურ მთავრობას, ისინი გულისხმობენ ნაცმოძრაობის დაბრუნებას. იმიტომ რომ თავად სააკაშვილიც კი აღიარებს, რომ სხვა პარტიებს გადალახვის შანსი არ აქვს და რაღაც აბსტრაქციაში, утоპიაში და თეორიაში, ასეთ მათ წარმოდგენაში თუ რომელიმე გადალახავს, ისინი მზად არიან დალაგდნენ ნაცმოძრაობასთან, იმიტომ რომ ქართული ცნობის კოალიციაში ისინი არ შემოგვიყვნენ, ხო ბუნებრივი ამბავია. მაგრამ ეს არის утоპიური თეორია. თეორია თანაც утоპიური. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მათ რაიმე წარმატებას მიაღწიონ და სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ შანსს, რომ ჩვენ ავიღოთ კონსტიტუციური უმრავლესობა. კი, ბოდიში, კი, თქვა, ეხლა ტელევიზორმა ერთმანეთს დაუწყოთ, არ ვიცი. ძალიან არა, ითხრა და მე იყავი თქვენ. მე მინდა გითხოთ გომელოვთან დაკავშირებით, რა არის კითხვები, რომელიც გაქვთ გომელოვთან, თუ დაინტერესდებით ეს თავმჯდომარის кейსი, რა გამოიწვიეს და გვახსოვს ფაურია იყო მართლაც შესაძლებლობა და ადგილი. ნარკოპოლიტიკა რა არის? გიორგი გამბარიშვილის кейსთან დაკავშირებით კითხავ თავდასხმაზე საუბრობდა ის აი ამ ეს მიმართულება თუ გაინტერესებთ, რა გაინტერესებთ ვახტანგ გომელოვისგან? მე რომ კითხვები დაუსვა ვახტანგ გომელოვს სპორმათა დარბაზში, მე მგონია რომ გულწრფელი და ბუნებრივი არ ვიქნებოდ, რომ იმდენად ხშირი კომუნიკაცია გვაქვს, ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრია და ჩვენი ხშირი კომუნიკაციის ფარგლებში მე მისგან თუ კი რამე მაინტერესებდა პირად კომუნიკაციის დროსაც მიღებული მაქვს. ამიტომ მე ამ კითხვებს დღეს არ დავსვა და არ ვიქნებოდი გულწრფელი და ბუნებრივი. ეხლა რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის თავდასხმას, ფიზიკურ თავდასხმაზე არ ვიცი თუ რამე გამოიწვია და თქვენ მართლა არ ვიცი ასეთი ინფორმაცია თუ იყო ინფორმაცია ჟურნალისტებისგან იყო და ამაზე თუ დაიწყო. ხო, არ ვიცი, მართლა არ ვიცი ეს და რაღაც ინფორმაცია, კი, ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მედია საშუალებებისგან გავცელდა, მე თავდასხმა მასე ვნახე თქვენი ტელევიზიის მხრიდან, სადაც ისიც კი იქნა ნაკადრები, რომ გარდაცვლილი მამის ბიოგრაფია გაყავდა იმავე გარდაცვლილი მამის დისკრედიტაციის მიზნით. ეს თავდასხმა ნამდვილად ვნახე და ჩემი აზრით და ყველა ლოგიკით და მტკიცებულებით დასტურდება, რომ მას ეს თავდასხმა დაგეგმილი იყო მორალური კუთხით ყოველ შემთხვევაში, თუმცა იმ ადამიანმა დეტალურად შემდეგ განცხადებით გასცა პასუხი ან მომწურავა და კითხვის ნიშნები არ რჩებოდა ამასთან დაკავშირებით. ხა ფიზიკურ თემასთან დაკავშირებით გამორიცხული ნაცემისგან არაფერია, ჩემი აზრით ხაზარაძე არის ბოდიში, ხაზარაძე არის ნაცმოძრაობის ერთ-ერთი შტო, ყველა თავის სამარკო ნიშანი აქვს, ზოგი ღალატის სამარკო ნიშნით იკავებს სატელიტის ფუნქციას. ხაზარაძე მთავარ სამიზნეში კი არ ყავს, მთავარ თაღლითია და ამიტომ ამას აღნიშნავს. მე საჯარო განცხადება და გამოძიება არ უნდა დაიწყო გომელაურის უცხებას. საჯარო განცხადება იყო მაგარი თანამდებობის პირია. აგიხსნით. ყველა სამართალდაცავი უწყება არა მხოლოდ საქართველოში განცხადების, საჯარო განცხადების საფუძველზე იწყებს გამოძიებას, ამ განცხადების დამაჯერებლობის, ასევე იმ ხარისხიდან გამომდინარე რა მოკვლევა შეიძლება ჩაატაროს ამ განცხადებასთან დაკავშირებით და შემდეგ თუ რეალური ფაქტები და რეალური წარმოდგენები შეიძლება იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც ბოდიში არა პირიქით, მართლაც იგეგმებოდა თავდასხმა, ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს გამოძიება. ანუ აპრიორში ყველა საჯარო განცხადება არც ერთ ქვეყანაში არ ხდება გამოძიების დაწყების საფუძველზე, პრაქტიკულად იურიდიულ წარმატებას ვაკეთებ. ყველა საჯარო განცხადებაზე რომ გამოძიება დაიწყოს, მაგალითად საქმის გახსნის მაჩვენებელი ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს და ჩვენ გვექნება 1-2%. მაგრამ მე არ ვიცი. არა, მე არ ვიცი. გულწრფელად გეუბნებით, აი მართლა არ ვიცი, რა განცხადება გააკეთა, მე უფრო მახსოვს თქვენი კოლეგების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მათ შორის ეს თემა რომ თავდასხმა იგეგმებოდა და ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობთ, ამიტომ იყო თქვა. კაი არ ვეხმარებ. ნახეთ. მეხმარებით არა თქვენი განცხადებების კი, არა, მოგეხმარეთ და კაი, აკაც გამახსენა მე არ მახსოვს თქვენი განცხადება. მეც და თქვენც. ჩემი გავიმეორე.
მე საზოგადოება ერთი წუთით მისი განცხადება არ ვიცი მეთქი ახლაც გეუბნები მისი ერთი წუთით ერთი წამით ეგ დამშვიდით მომისმინეთ დაამთავრეთ ხუთიში თქვენი კოლეგის მიერ გახმოვანდა ინფორმაცია სადაც არ იყო გამორიცხული ფიზიკური თავდასხმას ამასთან დაკავშირებით გავაკეთე მე პირადად არაერთი განცხადება ხოლო თავად ცესკოს თავმჯდომარის განცხადება ფიზიკურ თავდასხმასთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი არ არის გულწრფელად გეუბნები ახლა შეაფასეთ ვიტყვები თუ არა მაყურებელმა განსაზღვროს მაყურებელმა კი უნდა განსაზღვროს თქვენ ახლა რადასმაც გამოიტანეთ იმ ლოგიკის განვითარებაში ტყული არ ჯდებოდა აი ამაშია საქმე და მე პირველი არ ვარ რომ ვიტყვებოდი და ასხაზავ თქვენ ზემოდან ჩემთან დაკავშირებით გაქვთ ბევრი ტყული ნათვა პირადად ჩემთან დაკავშირებით უსმენდით მამუკა მდინარაძეს ქრონიკა პირდაპირ ეთერში 14 საათზე